ხო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მაკა და ძალიან მწუხარ რომ ამ სამწუხარო ინფორმაციაზე და ჩემი პირით ვიმეორებ იმ სიტყვებს რომ მართლაც საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში და ევროკავშირში ინტეგრაცია სერიოზული საფრთხის ქვეშ არის და მთელი ამ წლების განმავლობაში, რაზეც საუბრობდით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი ყველაფერს აკეთებდა, რომ საბოტაჟი მოეხდინა ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის, რა თქმა უნდა გამართლდა, იმიტომ რომ ეს მათ მიზანში შედის და ეხლა რა განცხადებებს გააკეთებენ ისინი, ვიზე დააპირებენ ამის გადაბრალებას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. 90-დღიანი შეღავათიანი პერიოდი ძალიან ბევრი ქართველისთვის გადარჩენის საშუალებაა, იქ მუშაობის საშუალებაა, იქ ჯანმრთელობის სერვისების მიღების საშუალებაა და იქ სიცოცხლის უფლების საშუალებაა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მათი ცინიკური განცხადებები ამასთან დაკავშირებით არის კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენ, რასაც აი ამ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, აი ამ რუსულ ბოლშევიკურ, ასე ვთქვათ, მეთოდებს და ხასიათს ზუსტად აი ამ რეჟიმისა, რომლებიც მხოლოდ რეპრესიების და ასე ვთქვათ, იმ ღონისძიებების საშუალებით აპირებენ ვითომ ამ ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებას, რომლითაც უკვე სასაცილოთაც აღარავის არ ყოფნის, იმიტომ რომ არ ამგონია საქართველოში მათი რეპრესიების შედეგად ვინმე შეშინდა, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ადამიანების პირად თავგანწირვას ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და პირველ რიგში ეს არის სწორედ იმედი კი არა, ეს მაძლევს სწორედ იმის უფლებას და გარანტიას, რომ ვთქვათ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამას ძალიან კარგად ხედავენ, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს გარეშე ევროპული ცივილიზაცია და იდეა ევროპული ერთიანობისა, რომელსაც ქვია ევროპა ერთიანი, მშვიდობიანი და თავისუფალი საქართველოს გარეშე ვერ იქნება წარმოდგენილი. დღეს ბრიუსელში ევროპარლამენტის კედლებზე მზია ამაღლობელის ფოტო არის გადმოფენილი და მე კიდევ ერთხელ მინდა რომ ხაზი გაუსვა ამას, რომ მზიას იქ ყოფნა მე დარწმუნებული ვარ იქნება გარანტი იმისა, რომ ჩვენი პარტნიორები საქართველოს არავითარ შემთხვევაში არ დატოვებენ მარტო. თუმცა რა გზარჩება ქალბატონო ნინო თუმცა რა გზარჩება ახლა ევროკავშირს, იმიტომ რომ ხედავენ საქართველოს მოქალაქეების მყარ სურვილს იყვნენ დასავლური ოჯახის წევრები, თუმცა ამავდროულად ხედავენ როგორ არის გადაჭედილი ციხეები, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე ადამიანებით და ჩვენ დღის განმავლობაში ვუყურებთ პირბადის ტარების გამო, როგორ აკავებენ ადამიანებს, ქალებს, როგორ სვამენ ციხეში, როგორ აშიშვლებენ პირბადის ტარების გამო დაკავებულ მოხუცს 75 წლის ადამიანს, რომელიც გუშინგვიან ღამით დააკავეს. ისტორიები არის შემზარავი და ეს ყველაფერი იციან ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც. ხო, ეს ისტორიები რო არის შემზარავი, რა თქმა უნდა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა არა მარტო ყოველდღიურად, არამედ ყოველ საათობრივად და წუთობრივად იციან, იმიტომ რომ იღებენ ამ ინფორმაციებს ყველა წყაროებიდან. ამიტომაც ვფიქრობ, მაგრამ მათ პირველ რიგში იციან, რომ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის შეუპოვრობა, გაუტეხლობა, სიმტკიცე და სიჯიუტე არის პასუხი მათ რეპრესიულ ნაბიჯებზე და რაც შეიძლება ეხლა საშუალება მათ რჩებოდეს კიდევ და ჩვენ როგორც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირებიც, რომლებიც ასე ვთქვათ, ადვოკატირებას აკეთებენ ყველა ეტაპზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და მხარდაჭერის, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ბიუროკრატებზე და ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წარმომადგენლებზე გადაწყდება და მოგიხსენებათ წინა მინისტრთა შეხვედრებზე, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შეიცვალა წესი
და მე ვფიქრობ ეს სწორედ საქართველოს გამოც შეიცვალა, იმიტომ რომ საქართველო არის კანდიდატი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ახლა უკვე ფორმალურად ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წყალობით აუცილებლად ეს სანქციების რეჟიმი შემოღებული იქნება ყველა იმ თანამდებობის პირების წინააღმდეგ და ეხლა უკვე მითითებული იქნება სავიზო შეზღუდვებს მაღალი თანამდებობის პირების და ასევე დიპლომატიური პასპორტების გაუქმების პროცესის გაგრძელებას. დიახ. კი ბატონო და კიდევ ერთხელ მინდა განმარტო რომ ეს გულისხმობს რომ ამ ადამიანების იდენტიფიცირება მათი პირადი ნომრების მეშვეობით მოხდება და არა პასპორტის ნომრების მეშვეობით, რაც ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადადგმული. მე მინდა დაგარწმუნოთ რომ ზოგადად ჩვენ ქვეყანას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ამ ტირანიასთან ბრძოლის წინააღმდეგ მთელი დასავლური საზოგადოების და როცა ვსაუბრობთ სანქციების მნიშვნელობაზე მე ვფიქრობ რომ სანქციები მუშაობს, სანქციები მნიშვნელოვანია და ეს რაღაცა თითქოს განმაქიქებელი საუბრები რომ ვითომ მათზე არ მოქმედებს ეს სანქციები, დააკვირდით მათ გუნდს რა ხდება და თქვენ თვითონ გექნებათ პასუხი ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ესეთი განგსტერული გარჩევები და მკვლელობები და რა ვიცი მე მხოლოდ ფილმებში მინახავს აქამდე რო არ მოგატყუოთ, ამიტომ სწორედ ეს არის შედეგი იმ სანქციებისა, რაც იქნა დაწესებული და კიდევ უფრო მეტი სანქციები ის რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი ცდილობს რომ ქართულ ხალხს წაართვას ევროპული მომავალი, წაართვას უკეთესი ცხოვრება, უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი განათლება, ეს დაუსჯელი არ დარჩება. და ამიტომაც ვფიქრობ რომ ის გადაწყვეტილებები, რასაც ევროკავშირი მიიღებს რუსული რეჟიმის და ბიძინა ივანიშვილის და მისი ეგრეთ წოდებული თანამდებობის პირების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, საბოლოოდ ჩამოაქცევს ჩვენი პარალელურად ქართველი ხალხის მუდმივ და შეუწყვეტ ბრძოლასთან ერთად აქ ადგილზე ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად მივიღებთ შედეგს. მე ამაში დარწმუნებული ვარ და კიდევ ერთხელ დაუდასტურებთ, ასე ვთქვათ, ევროპას და დანარჩენ დასავლურ ცივილიზაციას და მსოფლიოს, რომ ქართველები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მომავალშიც დასავლური ღირებულებების, თავისუფლების და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე. როდესაც თქვენ თქვით, რომ არ გინახავთ ასეთი გარჩევები ფილმების გარდა, გულისხმობდით ქართულ ოცნებაში დაწყებულ დაპირისპირებებს, დაკავებებს და ასე შემდეგ. ვფიქრობთ, რომ შიდა პროცესის რღვევა სწორედ იმ ზეწოლამ გამოიწვია, რომელიც დასავლეთის მხრიდან მოდიოდა ქართულ ოცნებაზე. აი, რა მიმართულებით მოახდინა გავლენა? ეს არის ეჭვი რომ ვიღაცა გაყიდა თუ ვიღაცამ საკმარისი თანადგომა არ გამოუცხადა ივანიშვილს. არა, იცით რა არის, ეს არის ყველაფერი ერთად ნაზავი და არა მარტო შიდა მათი როგორ გითხრათ ეს რაღაცა ბატონყმური ურთიერთობები ემყარება ძირითადად ფულს, ხო? ამიტომ იქ სადაც ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის ფულს ემუქრება საფრთხე, რა თქმა უნდა, ეს არის შემარყეველი მათი ერთიანობისა, იმიტომ რომ თქვენ ჩემზე უკეთ გახსოვთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პირდებოდა მათ, რომ არანაირი სანქციები არ იქნებოდა, არანაირი შეზღუდვები არ იქნებოდა მათ წინააღმდეგ და ეხლა რასაც ვხედავთ, ფაქტიურად მართლა იზოლირებული არიან და საერთაშორისო იზოლაცია, მათი არაღიარება და როდესაც საუბრობენ არჩევნების ასე თქვა და მათ რაიმე დონეზე როგორც სერიოზულად აღქმას და განხილვას, ფაქტიურად ყველა როგორ გითხრათ ქვეყნის მიერ ისინი შეზღუდულები არიან ამ მიმართულებით გარდა რაღაც ავტორიტარული ქვეყნებისა, რომელსაც მე ასეჯერ დადიან უკვე, თუმცა უნდა გითხრათ, რომ არ ამგონია მათ ჩინეთში ამდენმა ვიზიტმა რამე უშველოთ, იმიტომ რომ ჩინეთისთვისაც საქართველო მათთვის ასე ვთქვათ მიმზიდველი, იმიტომ იყო რომ ევროპის ბაზარზე იყო ადვილი გასასვლელი და ეხლა თუ აღარ იქნება მათთვის საქართველო როგორც დამაკავშირებელი ევროპულ ბაზრებთან, არ ამგონია რომ საქართველო მათთვის რაიმე ინტერესს წარმოადგენდეს და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ყულფი ბიძინა ივანიშვილის და მისი რუსული რეჟიმის თავზე ძალიან ვიწროვდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ის არა მარტო სავიზო შეზღუდვები, არამედ ის ფინანსური სანქციებიც, რაც მისი და მისი ახლო მყოფი ადამიანების წინააღმდეგ იქნა დაწესებული და მოგეხსენებათ თქვენ ამერიკის შეერთებულ შტატებს
ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები აქვს დაწესებული. კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ მათ რაღაცა ჯგუფ შორის თუ რაღაცა ბანდ ფორმირება შიგნით აუცილებლად გაგრძელდება ეს დაპირისპირებები და ის კორუფციის მასშტაბი, რომელსაც ადგილი აქვს და უკვე თვითონაც აღარ მალავენ ამ ყველაფერს, ის საქართველოსგან შავი ხვრელის და ფულის გათეთრების ხაბად გადაქცევა, რომ უკვე დამალული არ არის, აღარც თვითონ მალავენ უკვე ამ ყველაფერს, ამიტომ ეს დაუსჯელი ვერ ჩაივლის და ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი აუცილებლად აგებს ამაზე პასუხს, იმიტომ რომ არავის შერჩება ის რაღაცა როგორ გითხრათ ტრანსნაციონალური კრიმინალური რაღაცა ჰაბის შექმნა ამ ქვეყანაში, როგორიც ეხლა საქართველოში ისინი ცდილობენ რომ საბოლოოდ ასე ვთქვათ რუსული ქოლგის ქვეშ ამყოფონ. ამიტომ ეს არის ბრძოლა და მე ვფიქრობ რომ საქართველოს ბოლო, რა ვიცი, როგორ გითხრათ 225 წლის მერე რაც რუსეთის იმპერიას ვყავდით დაპყრობილი, არასდროს შეუწყვეტია ეს ბრძოლა რუსული ტოტალიტარიზმის და იმპერიის წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ამ ბრძოლას და ეს ბრძოლა დარწმუნებული ვარ ჩვენი საგარეო მეგობრების და პარტნიორების დახმარებით გარეთ, იმით რომ არ მოხდება ამ ხალხის აღიარება და გაგრძელდება სანქციების და ასე ვთქვათ, უფრო მკვეთრი ღონისძიებების მიღების ღონისძიებები, სხვადასხვა თუ ეს არ გამოდის ერთობლივად, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა, სლოვაკეთის და უნგრეთის ინდივიდუალური ქვეყნების ინდივიდუალური ქვეყნების ასე ვთქვათ მიმართულებით დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტი სერიოზული ზომები იქნება მიღებული ამ მიმართულებით. ქალბატონინო, აი, როდესაც თქვენ ახსენეთ ცვლილება, რომელიც შევიდა მკაცრ სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით და სის გაზრდაზე, რომელშიც ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირები უნდა შევიდნენ, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, როგორ იმუშავებს ეს საკითხი? პირადი ნომრებით იქნებიან შეყვანილი სიაშიო თქვენ ახსენეთ და მეორე ჩვენ გვახსოვს ბრიტანული სანქციები, ფინანსურ სანქციებს გულისხმობ, რომელმაც ძალიან მძიმედ დაარტყა ქართული ოცნების ჩინოვნიკებს. უნდა ველოდოთ თუ არა, რომ თუ კი ქართველი ხალხის ნება იქნება გათვალისწინებული და ამ შემთხვევაშიც უმძიმესი გადაწყვეტილება თუნდაც უვიზოს მიმოსვლის შეწყვეტასთან დაკავშირებით არ იქნება მიღებული, უნდა ველოდოთ თუ არა, რომ ევროკავშირში შემავალი ქვეყნები ინდივიდუალურ დონეზე მიიღებენ გადაწყვეტილებებს ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირების ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით. კი ბატონო, იცით რა არის? მე მინდა თქვენი ყურადღება მივაყრო, რომ მთელი მხოლოდ 1 წელია რაც ამ სანქციებთან დაკავშირებით ასე ვთქვათ, მიმდინარეობდა სხვადასხვა ქვეყნებიდან სანქციების დაწესება და 10 ქვეყანა არის, რომელიც უკვე დაწესებული აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და 1 წლის განმავლობაში თქვენ რომ გადახედოთ, ყველას უყვარს რაღაცა შედარება, ხო, მონაცემების და სიტუაციების, ამიტომ რუსეთში და ბელორუსში 25 წლის თავზე ძლივს მოახერხეს რაღაცა 4-5 კაცის დასანქცირება და ეხლა ამ წუთას ვინც უკვე სახელებით ექვარებით ვიცით 300 ადამიანი არის დასანქცირებული და ვინც არ ვიცით და სავიზო რეჟიმის ასე ვთქვათ იმის ქვეშ არის ამ ადამიანების რიცხვი სავარაუდოდ ალბათ 1000-მდე იქნება. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ახალი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის მიღებული ახალი წესების თანახმად ეს სია კიდევ უფრო გაფართოვდება, მე დარწმუნებული ვარ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ინდივიდუალურადაც ქვეყნები გააგრძელებენ ამ სანქციების რეჟიმის დაწესებას ბიძინა ივანიშვილის და მისი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბრიტანეთიც აუცილებლად განაგრძობს იმ ადამიანების დასანქცირებას, რომლებიც საქართველოში ხელს უწყობენ რუსული დეзинფორმაციის გავრცელებას და რა თქმა უნდა ქართული დემოკრატიის დასამარებას, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთისთვის ხელშეწყობას და სანქციებიდან თავისარიდებას და ყველა იმ ღონისძიებებს, რაც თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ და ჩვენს მაყურებელსაც მე მგონი ამის თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაცია უკვე გააჩნია. და ბოლოს ქალბატონინო, მინდა გკითხოთ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ახლა რამდენიმე წუთის წინ ბათუმელები წერდა, რომ პარტიების აკრძალვაზე
ოცნების პარლამენტის სარჩელი იმ მოსამართლეს დაეწერა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს პროკურორი იყო ვასილ როინიშვილზეა საუბარი, როინ შავაძის საქმე დროს აჭარის პროკურორი იყო, ახლა შავაძის საქმე სარჩელში ოცნებას მითითებული აქვს როგორც ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის ერთ-ერთი საფუძველი. როგორ იმუშავებს პოლიტიკა, რა პროცესის წინაშე აღმოჩნდება ქვეყანა თუ კი სარჩელი, რომელიც შეიტანა ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით დაკმაყოფილებული იქნება, რა რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან პოლიტიკური პარტიები? ხო, იცით რა არის, მე მგონი რამე მოლოდინი იმისა, რომ რამე სხვანაირად იქნებოდა, მე მგონი არც არავის არ ჰქონდა ამასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რა ვიცი, უმეტესობა მათგანი ციხეში ზის, შემდგომი რომ ამ პოლიტიკური პარტიების, ასე ვთქვათ, გაუქმება იქნებოდა, მე მგონი ადვილი წარმოსადგენი იყო ყოველ შემთხვევაში. ნებისმიერ ასეთ სახელმძღვანელოში, რომელსაც რუსული ავტორიტარიზმი და რუსული playbook-ს რასაც ეძახიან სახელმძღვანელო, იქ წერია, რომ შემდგომი ნაბიჯი, მას შემდეგ რაც შეუტევენ არასამთავრობოებს, მედიას, მოქალაქეებს, აქტივისტებს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიები არიან, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველა ის დემოკრატიული, ასე ვთქვათ, ელემენტები, რაც ზოგადად დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია, მათთვის არის საფრთხის შემცველი. რო გითხრათ, რომ ეხლა სასამართლოს რამე იმას გამოიტანს, ეხლა განაჩენს, არ არსებობს სასამართლო სისტემა და არ არსებობს კანონის უზენაესობა ამ ქვეყანაში, ამიტომ რაიმე ზედმეტ იმედებს, რომელიმე მოსამართლის ან რამე გადაწყვეტილებაზე ვერ დავამყარებდი. უბრალოდ ამ მოსამართლეებმა და ყველა იმ ადამიანმა, ვინც ჩართული არის ამ პროცესებში და ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღებითაა დაკავებული და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ იყვნენ რუსული რეჟიმის მსახურები და არა ჩვენი ქვეყნის და სამართლის მსახურები, რა თქმა უნდა, ისევე დაისჯებიან ის, როგორც ის 57 თუ 58 მოსამართლე, რომელიც უკვე არის ამ სანქციების სიებში მოქცეული. ამიტომ ეს პროცესი გაგრძელდება და ყველა ის ადამიანი, ვინც ამგვარ ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებს, იმაზე იფიქროს, თუ რა მოაქვთ მათ თავისი ქვეყნისთვის, თავისი ოჯახისთვის, თავისი შვილებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მათ გარშემო არიან. მადლობა ნინო ევგენიძეს უსმენდით ჩვენ პირდაპირ ეთერში და სტუდიაში უკვე შემოგვიერთდა გიორგი ბუტიკაშვილი, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი, რომელთანაც უნდა განვაგრძოთ საუბარი